9 აპრილს დაღუპულ მოქალაქეებს იხსენებდნენ ზუგდიდშიც ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული ქართველებისათვის პატივის მისაგებად 9 აპრილის მემორიალთან ყვავილები მიიტანეს. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოფენა გაყიდვა გაიმართა ხობში სურათები და ფოტონამუშევრები რუსეთ-საქართველოს ომის თემატიკას ეხებოდა. შემოსული თანხა რუსული ინტერვენციის დროს დაღუპულთა 9 ოჯახს მოხმარდება. ხობში დღეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალიც გაიხსნა. ჩვენი გმირი მამული შვილების უგდავსაყოფად ჩვენ მოვაწყეთ მემორიალი და დღეს მრავალმა ხობელმა პატივი მიაგო მათ ხსოვნას. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ 99 წლიდან მოყოლებული ამ მემორიალის გახსნას ყოველი ხობელი ელოდა და დღეს ამათ კიდე მიემატათ 8 აგვისტოს დაღუპული ბიჭების ხსოვნა და მათ ნათელსაყოფად დღეს ეს მემორიალი გაიხსნა. ყველა კადრი გამოხატავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და მართლაც ყოველი ნიუანსი სწორად დანახული და აღრთოვანებული ვარ. 9 აპრილს დაღუპულებს დღეს პატივი მიაგეს თელავშიც. მემორიალთან საზოგადოება დილიდან შეიკრიბა. რეგიონის ხელმძღვანელები დღეს 9 აპრილის გარდაცვლილის შალვა ფასროლიაშვილის საფლავზეც გავიდნენ. მათ 9 აპრილს მოწამული მარინა აბეჭხრიშვილიც მოინახულეს. ეს დღე მარტო ტრაგიკული არ არის ჩვენთვის, ეს დღე არის ჩვენთვის საამაყოც, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა თავიანთ ქვეყანას შესწირეს თავი და დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი მათ ხსოვნას და კიდევ ერთხელ მოვიხადეთ მათ წინაშე ვალი.